მოგესალმებათ ნიკოლოს კარდოსიას პოდკასტი. თავადალი თემაა ემპათია, გულის ხმა, რომელიც სხვის ტკივილს გზნობს. ადამიანური ურთიერთობები, ისევე როგორც მთელი საზოგადოება, დგას ერთ უმნიშვნელოვანეს საძირკველზე, ემპათიაზე. ეს არ არის მხოლოდ თანაგრძნობა ან სხვისი მდგომარეობის გაგება. ემპათია გაცილებით ღრმა, ემოციური და სულიერი კავშირია, რომელიც გვაძლევს უნარს ვიგრძნოთ სხვისი ტკივილი ან სიხარული, თითქოს ეს ჩვენი იყოს. ემპათია არის უნარი ჩაიცვა სხვა ადამიანის ფეხსაცმელი და გაიარო მისი გზა, რათა უკეთ გაიგო, რატომ არის ის იქ, სადაც არის. რატომ არის ემპათია ასეთი მნიშვნელოვანი? ემპათია გვეხმარება, რომ დავცილოთ განსხვავებები და ავაშენოთ ხიდები ადამიანებს შორის. როდესაც ემპათიას ვავლენთ, ჩვენ ვამცირებთ გაუგებრობას, აგრესიას და კონფლიქტებს. მაგალითად, როდესაც მეგობარი რთულ სიტუაციაშია, ემპათია გვეუბნება, რომ არ შევაფასოთ მისი ქმედებები, არამედ ვეცადოთ, გავიგოთ მისი ემოციები. ეს არის ნდობის, პატივისცემისა და მხარდაჭერის საფუძველი. ემპათია არ არის თანდაყოლილი თვისება, რომელიც ზოგიერთს აქვს, ზოგიერთს კი არა. ეს არის უნარი, რომლისგან ვითარებაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. მის გასაძლიერებლად საჭიროა პირველი მოსმენა, აქტიური მოსმენა, რაც ნიშნავს, რომ ყურადღებით უსმენ, რას ამბობს ადამიანი და ცდილობ გაიგო მისი გრძნობები. მეორე, წარმოსახვა, წარმოიდგინო საკუთარი თავის სხვის ადგილას. მესამე, კეთილგანწყობა, გულწრფელად გინდოდეს, რომ სხვა ადამიანის მდგომარეობა გაიგო და დაეხმარო. ემპათია თანამედროვე სამყაროში. დღეს, როდესაც საზოგადოება უფრო მეტად პოლარიზებულია, ვიდრე ოდესმე, ემპათია გადამწყვეტ როლს თამაშობს. ციფრულ სივრცეში, სადაც ადვილია კრიტიკა და სიძულვილის ენის გავრცელება, ემპათიის დეფიციტი განსაკუთრებით თვალში საცემია. სწორედ ამიტომ ამ უნარის განვითარება ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. ის გვეხმარება, რომ სხვა ადამიანშიც კი დავინახოთ საკუთარი თავის ნაწილი და გავიგოთ, რომ ყველა ადამიანი უნიკალური ისტორიის მატარებელია. ემპათია არის ის ძალა, რომელიც გვაერთიანებს, გვეხმარება, რომ ვიყოთ უკეთესი მეგობრები, მშობლები, შვილები და მოქალაქეები. ეს არის ის ხიდი, რომელიც აკავშირებს ჩვენს გულებს. გაცნობებთ, რომ მომდევნო თემა იქნება ემპათია ვეფხისტყაოსანში. დამელოდეთ, შევხვდებით მალე.